ხვალიდან საკანონმდებლო ორგანოში საარჩევნო კოდექსის ახალი რედაქციის საკომიტეტო განხილვები დაიწყება, იცვლება სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის წესები და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მსგავსად საქართველოს პარლამენტის არჩევნები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება. მარტივდება კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურები, კერძოდ წარსადგენი აღარ იქნება საახერხო ბარათი. იცვლება და ერთგვაროვანი ხდება კანდიდატების წარდგენისა და რეგისტრაციაზე უარის გაუქმების საფუძვლები. პროექტის თანახმად პარტია უფლებამოსილი იქნება კანდიდატად წარადგინოს მხოლოდ ამ პარტიის წევრი, ხოლო საინიციატივო ჯგუფი წარადგენს უპარტიო კანდიდატს. სხვა შემთხვევაში კანდიდატი არ გატარდება რეგისტრაციაში ან გაუქმდება რეგისტრაცია. პროექტით ასევე ზუსტდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნით ფოტო-ვიდეო გადაღების წესებიც. 13%-ზე მეტი ქართული ეკონომიკის შედგება ემიგრანტების მიერ ყოველწლიურად თავისი ოჯახის წევრებისთვის გადმორიცხული თანხებისგან და როცა ამ ადამიანებს უგრძალებთ პოლიტიკაში, ასე ვთქვათ, ნებისმიერი ფორმით ჩარევას, იმიტომ რომ მან ერთადერთი ფორმა მათთვის არის, რა თქმა უნდა, არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ეს არის, რა თქმა უნდა, ჯერ ერთი კონსტიტუციის კი არა, მთავარი პრინციპების დარღვევა, ხო, ადამიანებს ქართველობა ეკრძალებათ ფაქტობრივად და ძალიან უსამართლოა, როდესაც ეკონომიკაში ამხელა როლი უნდა კონდეს ამ ხალხს და პოლიტიკაში არანაირი როლი არ უნდა კონდეს. ჩემი აზრით ეს არის კარგი, ასე ვთქვათ, შანსი ემიგრანტებისთვის დაინახონ, რომ მათი ხმა თუ უნდათ რომ მათი ხმა მართლა იყოს გათვალისწინებული არჩევნების წინ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ფულს უგზავნიან, სთხოვონ, წავიდნენ არჩევნებზე და ისე მისცენ ხმა, როგორც მათ ემიგრანტებს სურთ. თავისთავად შეიძლება არ იყოს სწორი მიმართულებით, ასე ვთქვათ, გადადგმული ნაბიჯი ქართული სენსორიდან, მაგრამ მეორე მხრივ კარგი სტიმული იქნება ემიგრანტებისთვის, რომ სერიოზულად დაფიქრდნენ რა ხდება ჩვენ ქვეყანაში. ეს არის საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტი, რომლის განხილვაც იქნება ძალიან მძიმე, იმიტომ რომ დღესდღეობით ქართულ ოცნებას ემიგრანტების ეშინია, რომ მათი მხარდაჭერის იმედი არ აქვს და ეს არგუმენტი, რომ ეს არის უცხოური ძალების გავლენის ქვეშ, რა ანუ ისმის კითხვა თუ ჩამოვლენ ეს ადამიანები საქართველოში, ასევე ისინი დაუჭერენ მხარს ოცნებას. სინამდვილეში მსგავსი მოდელი არის დანერგილი ისეთ ქვეყნებში, სადაც არის ძლიერი დემოკრატია და რომლებსაც დიდი დიასპორა ყავთ. მაგალითად, რა ვიღოთ, ისრაელი და ირლანდია. ყველაფერი ამის ფონზე, როდესაც ესეთი მავნებლური დეზინფორმაციული კამპანია წარმოებს, კიდევ ერთხელ ხვდებით, რომ ამ ადამიანებს სინამდვილეში დემოკრატიული პროცესების ინტერესი კი არ გააჩნიათ, პირიქით, უნდათ რომ დეზინფორმაციით და ფალსიფიკაციით მოიპოვონ გარკვეული წარმატება, მაგრამ ისინი ხელმოწარულები არიან ყველა ფრანგზე, დარჩებიან ხელმოწარულებად, ვინაიდან ისინი ებრძვიან ქართულ დემოკრატიას და ქართული დემოკრატია ამ ბნელ ძალებზე ნამდვილად გაიმარჯვებს. ქართული ოცნების გადაწყვეტილება საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ემიგრანტები საკითხს აპროტესტებენ. მათი ნაწილი თვლის, რომ ქართული ოცნება ცდილობს მათ მოქალაქეობა წაართვას. ჩვენ მარტო ფულისთვის ვჭირდებით და არ ჭირდებათ ჩვენი ხმა, წერენ ისინი. თუკი კოდექსში ცვლილება შევაქვს, საქართველოს მმართველი პარტია ემიგრანტებისათვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებს აღარ გახსნის. არჩევნებში მონაწილეობისათვის ემიგრანტებისთვის საქართველოში ჩამოსვლა სავალდებულო იქნება. ოჯახში გაგზავნილი ფული ხომ დაბეგრეთ, ხმის მიცემის უფლება ხომ წაგვართვით. ვაი იმ ქვეყანას, სადაც ზოგი მამაო სუს რწმენას მისი ჯიბის სისქით საზღვრებს და ვაი იმ მთავრობას, ვინც ფეხქვეშ თელავს ხმის მიცემის უფლებას. რამდენი მოვახერხებთ არჩევნების დღეს საქართველოში ყოფნას. ბილეთის ფულის სამსახურიდან გათავისუფლება. ჯიბის სისქით იზომება ახლა უკვე ხმის მიცემის უფლებაც. ჩავა 100-დან 10 და დაიკვეხნით მერე კიდეც ამომრჩევლის უპრეცედენტო აქტივობით. საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს ხმის მიცემის უფლებას რომ გვართმევენ, იცით დასაბუთებაში რა უწერიათ? უცხოეთში მცხოვრებ ქართველებზე საქართველო ვერ ახორციელებს გავლენას და ისინი საინფორმაციო მანიპულაციის მსხვერპლნი არიანო. ჩვენ ენაზე რომ მოვთარგმნოთ, ეს ნიშნავს, რომ ქართული ოცნება შეაწუხა იმან, რომ მათი კონტროლი უცხოეთში მცხოვრებ ქართველებზე ნაკლებია. რადგან ჩვენ ვერც სამსახურიდან გაგდებით გვემუქრებიან, ვერც სიღატაკეში ცხოვრებით გვხვდიან მათზე დამოკიდებულს და ვერც მკურნალობის დაფინანსებით გვაიძულებენ მათთვის ხმის მიცემას. ჩამოდით ყოველ 4 წელიწადში სამშობლოში და აქ მიეცით ხმაო და საზღვარგარეთ მცხოვრები ადამიანი თუ მათივე ლოგიკით საინფორმაციო მანიპულაციის მსხვერპლია, საქართველოში რომ ჩამოვა ხმის მისაცემად იქ აღარ იქნება მსხვერპლი, საზღვარზე დატოვებს ამ გავლენას.
ჩვენ ემიგრაციაში გაფანტულ ქართველებს დღეს გვაუწყეს, რომ საქართველოს მომავალი ჩვენს გარეშე გადაწყდება. დღეს ქართველ ემიგრანტებს გვითხრეს, რომ ხმა აღარ გვაქვს და ჩვენი ხმა აღარ უნდა ისმოდეს. სულ რაღაც ერთი გადაწყვეტილება და საქართველო თითქოს თვალს გვარიდებს. ის საქართველო, რომლისთვისაც ქართველნი ემიგრაციაში დღეებსა და ღამეებს, შრომაში ვათენებთ და ვაღამებთ. ვიღაც ოჯახს შორდება მრავალი წლით, ვიღაც შვილებს უყურებს ტელეფონის ეკრანიდან, ვიღაც კი საკუთარ თავს ეუბნება. ეს ყველაფერი ღირს, ოღონდ საქართველო წინ წავიდეს. ეს არ არის კანონის უბრალო ცვლილება, ეს არის იგნორირება მრავალი გულის, რომელშიც საქართველო დღემდე ცოცხლობს. დღეს ჩვენი ხმის უფლება, რომელიც გვერგო როგორც საქართველოს მოქალაქეებს ფაქტობრივად ჩამოგვართვეს. მტკივნეულია, მტკივნეული და სხვა არაფერი, რადგან ჩვენ ვიცით, ემიგრანტების ხმა ყოველთვის საქართველოს მხარდამჭერი იყო, ყოველთვის ქვეყნის მომავლისკენ იყო მიმართული. ჩვენ არ გვსურს პრივილეგია, არამედ უფლება, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა გვაძლევს. საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები, ვინც ოჯახებისგან შორს ვშრომობთ, ვიხვწვით, ვისაც საქართველო დღემდე მინიმუმ 10 ჯერ გვახსენდება და ვისაც საქართველოზე ფიქრი არასდროს გვავიწყდება, ახლა არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ შევძლებთ ისე, როგორც წლების განმავლობაში შეგვეძლო. საშინელებაა იმის შეგრძნება, რომ ჩვენი მონაწილეობა, ჩვენი ხმა და ჩვენი ადგილი სამშობლოს პოლიტიკურ ცხოვრებაში თითქოს აღარ არის. მაგრამ სიმართლე ის არის, რომ სწორედ ემიგრანტები არიან ის ძალა, რომელიც ქვეყანას ერთიანს, მრავალფეროვანს და ძლიერს ხდის. ქართველო ემიგრანტებო, ჩვენ საყვედური კი არა, სამართალი გვინდა. გულში ტკივილი კი არა, პატარა სივრცე გვინდა, სადაც ჩვენი თავისუფალი არჩევანი კვლავ იარსებებს. ჩვენ ყველგან ვართ ევროპაში, ამერიკაში, ავსტრალიაში, აზიაში, მაგრამ გული მაინც საქართველოში გვიცემს. და ვინც დღეს ჩვენ ხმას გვართმევს, სწორედ ამას ვერ ხვდება. საქართველოს სიყვარული გეოგრაფიულ საზღვრებს არ ცნობს. ჩვენ შვილებს ზრდით უცხო ხმაურის შუაგულში, მაგრამ ქართულ იავნანას უმღერით გულით. ჩვენ ვართ საქართველოს ნაწილი და არ აქვს მნიშვნელობა, სად ვცხოვრობთ. ჩვენი პასპორტი არ არის უბრალო დოკუმენტი. ეს არის იდენტობა, რომელიც სამშობლოსთან გვაკავშირებს. ჩვენი ხმა არ არის საფრთხე, ჩვენი ხმა არ არის გარე ზეწოლა. ჩვენი ხმა, ქართული ხმა, უბრალოდ სხვა ქუჩიდან, სხვა ქალაქიდან, სხვა ქვეყნიდან. ის ბოდვები, რომ ვისაც არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურს ჩამობძანდეს საქართველოში და მიცეს ხმა, არის დემაგოგია. და ამას აკეთებენ ის ადამიანები, რომლებმაც 2012 წელს ნაცების რეჟიმის დროს ზუსტად მსგავსი კანონის შემოღება გადაწყვიტეს. გახსოვთ ალბათ თქვენ 2012 წელს შემოიღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ გამოსცა დირექტივა, რომლის თანახმადაც საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არ იყვნენ საკონსულო აღრიცხვაზე ასულები, არჩევნებში ვერ იღებდნენ მონაწილეობას. თუმცა გრიგოლის დირექტივა ერთის შეხედვით არის ასეთ თუ ისე ლეგიტიმური. თუ გინდა არჩევნებში მონაწილეობის მიღება, რა თქმა უნდა, კეთილინებე და დადექი საკონსულო აღრიცხვას. ამაში არის ლოგიკა. მაგრამ სწორედ ის ადამიანები, რომლებიც დღეს ასეთ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს იღებენ და შემოაქვთ, წინააღმდეგნი იყვნენ გრიგოლ ვაშაძის დირექტივის. ვიბრძოდით ჩვენ, ვიბრძოდით მაშინაც. მაგრამ რა? ბატონი პაპუაშვილი, რომელიც დღეს ამ კანონპროექტზე ლაპარაკობს 2012 წელს, ეს ბატონი პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილისგან ერთხელ არად იღებდა საჩუქრად მიწებს. ეს ნაცები გველაპარაკებიან ჩვენ არჩევნებში მონაწილეობის ან არ მონაწილეობის უფლებაზე. ეს ადამიანები გველაპარაკებიან ჩვენ კანონზე. ნაცი პაპუაშვილი, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის თამა და მათი კაშვილი. აი ეს ადამიანები გველაპარაკებიან ჩვენ. ევროპა არ უნდა. არ უნდათ ის ევროპა, სადაც აი საფრანგეთში მაგალითად, ბელგიაში და გერმანიაში უცხოეთში მყოფ ფრანგებისთვის, უცხოეთში მყოფ ბელგიელებისთვის, უცხოეთში მყოფ გერმანელებისთვის პარლამენტში ირჩევენ ემიგრანტები თავიანთ საკუთარ დეპუტატს. საფრანგეთს ყავს 4 დეპუტატი.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაში, აზიაში და ერთის რუსეთში. რუსეთში მცხოვრები ფრანგებისთვის სულ 5 ფრანგიც რო ცხოვრობდეს, მათ ეკუთვნით თავიანთი დეპუტატი. და ჩვენ ქართველებს საერთოდ წაგვართეს ხმის მიცემის უფლება. ძალიან ცუდად დაგიმთავრდებათ ძვირფასო კოცებო ეს ყველაფერი. ძალიან ცუდად. და რა თამაშ თამაშობთ? კაცმა არ იცის. 90,000 ქართველი იყო წინა არჩევნებზე უცხოეთში აღრიცხვაზე დამდგარი. აქედან 35,000-მა მიიღო მონაწილეობა. თქვენ ეს 35,000-იც არ გინდათ. იმიტომ რომ რაღაცას აპირებთ. და ამას იმიგრანტები არ გაგიტარებთ. არ გაპატიებთ ამას. ვანის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატის ძებნაში მყოფ ბიჭიკო პაიკიძის კომპანიის BP ტრანსის დირექტორი ვალერიან კვარაცხელია, რომელმაც დღეს ბრალი აღიარა 10,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მიიღო. ვალერიან კვარაცხელიამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდება აღიარა, რის საფუძველზეც ადვოკატმა დავით კუტალაძემ მისი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა. კვარაცხელიას ადვოკატის განმარტებით მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს აღიარებს და სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან, რის გამოც მისი პატიმრობაში ყოფნის საფუძვლები აღარ არსებობდა. ადვოკატმა კვარაცხელიას მიმართ 10,000 ლარიანი გირაოს გამოყენება იშუამდგომლა. რაც შეეხება ძებნაში მყოფ ბიჭიკო პაიკიძეს, მისმა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ პაიკიძის 200,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების, ასევე ელექტრონული მონიტორინგის დაწესებისა და სხვა შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენების შუამდგომლობა დააყენა. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, ამასთან გადაისინჯა ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა. ბიჭიკოსთან მიმართებაში ზოგადად არ ველოდი. საერთოდ და არა იმიტომ რომ დავარ. ამ ყველაფერს რაც ეხლა ხდება, საერთოდ ამის მოლოდინი არ მქონია. ის არის ქვეყნიდან გაქცეული გამოძიება რაც დაიწყო. არ არის. ამაზე საუბრობს საზღვარი გადაკვეთა სრულიად კანონიერად ისე როგორც თქვენ გადიხართ ქვეყნიდან, ესე გავიდა. პროკურორი ამბობს რომ მოითხოვოსო საელჩოსგანო და შემოუშვებთო, პრობლემა არ იქნება. პროკურატურა ბევრ ამას ამბობს და დაველოდოთ. მოითხოვს საელჩოს მიმართავს რომ შემოვიდეს. თუ რაიმე სახელშეკრულებო ვალდებულებები არ იყოს შესრულებული, აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო სტრუქტურებს შესაძლოა ერთი მეორესთან კონდეთ სამოქალაქო დავა. თუ კი ვინმეს ზიანი მიაყენა. შესაბამისად ეს გამოგონილი ბრალდებები, რომლებსაც ამ ეტაპზე აჟღერებს ბრალდების მხარე და სამწუხაროდ სასამართლო იზიარებს მათ პოზიციას, თუ თქვენ დარბაზში იჯექით, ჩვენ ყველამ ერთად მოვისმინეთ სასამართლოს რაღაცა უცნაური განმარტებები აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით. თეორიულად არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა, როდესაც ესეთი მასშტაბის პროექტები კეთდება, რაღაცა გადაცდომები იყოს, მე არ გამოვრიცხავ, თუმცა ამის მტკიცებულებები ჯერ არ არსებობს. ის რომ ბატონ ბიჭიკო პაიკიძეს გაუუქმეს პასპორტი და ის უცხო ქვეყანაში დატოვეს გადაადგილების შესაძლებლობის გარეშე, ამაზე პასუხისმგებელი არის სახელმწიფო და დარწმუნებული ვარ, რომ როდესღაც ის ადამიანები, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, პასუხს აგებენ. ბატონი კვარაცხელიას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეცვალა. ეს ჩვენთვის არ იყო, თქვათ, დღევანდელ პროცესზე ახალი, ჩვენ მოლოდინი გქონდა მსგავსი. თვითონ ბატონი ბიჭიკო პაიკიძის საქმიდან გამომდინარე, უბრალოდ ამ ნიუანსებზე საუბარი არ მსურს. სობისათვის ბრალდებულებს 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით განხორციელებულ ქმედებებს ედავებიან, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია და არსებითად შეილახა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები. ბრალდებული პირებიდან ბრალს მხოლოდ ვალერიან კვარაცხელია აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს. ევროკავშირში გაფართოების ფორუმი იმართება, სადაც საქართველო არ არის მიწვეული. აღნიშნული ფორუმი ევროკომისიის ინიციატივაა, რაც მიზნად ისახავს ევროკავშირის გაფართოებაზე დისკუსიის პოპულარიზაციას. პარალელურად განხილვის თემაა უვიზო მიმოსვლის საკითხი. რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული დეკემბერში, იქამდე კი უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი მარტივდება. ევროკავშირის საბჭომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებული წესები გუშინ დაამტკიცა. საქართველოს შანსებზე პოლიტიკურ სპექტრში საუბრობენ
ოპოზიციას მიაჩნია, რომ ვიზა ლიბერალიზაციის პროცესს რეალურ საფრთხეს ხელისუფლების პოლიტიკა უქმნის. მმართველ გუნდში კი იმედოვნებენ, რომ ახალი წესები საქართველოს წინააღმდეგ შერჩევითად და უსამართლოდ არ იქნება გამოყენებული. ცნობისათვის ახალი წესების მიხედვით უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძვლები გაფართოვდება, გადაწყვეტილება მისცემს საშუალებას ბრიუსელს უფრო სწრაფი რეაგირება მოახდინოს კონკრეტულ სიტუაციებზე, როდესაც უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენება ხდება ან ის ეწინააღმდეგება ევროკავშირის ინტერესებს. ძალიან მძიმე მომავალი აქვს ივანიშვილის ხელში ეს გამოჩნდა, იმიტომ რომ არანაირი დასავლური პერსპექტივა ჩვენ არ გაგვაჩნია, ნებისმიერი ბმა რაც არის აქამდე სამწუხაროდ შენარჩუნებული ასევე არის განადგურების პირას, იმიტომ რომ ეს კაცი აყვარებს ამ ქვეყანაში დიქტატურას. უმძიმესი პერსპექტივა არის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ უვიზო მიმოსვლა არის სიკეთე, რომელთაც სარგებლობდა საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ მოზრდილი ნაწილი და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ჯანდაცვის, განათლების და სხვა ასე ვთქვათ ეკონომიკური მას შორის კუთხითაც და ჩვენ არაერთხელ საუბრობდით, რომ ივანიშვილის ეს პოლიტიკა ამ ხრივაც იყო ძალიან საშიში, ჩვენ მუშაობდით და რა თქმა უნდა ეხლაც მუშაობთ, რომ ეს შეზღუდვა არ შეეხოს საქართველოს მოქალაქეებს. მოცულების შემდეგ თუ ევროკომისია გადაწყვეტს, რომ ჩვენთან შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა, ეს პირდაპირ მარტივად გაკეთდება, ამიტომ ამ კუთხით რისკები გაიზარდა. მაგრამ უშუალოდ გვექნება თუ არა ეს მიიღებს თუ რამ გადაწყვეტილებას ევროკომისია. ეს უკვე ჩვენი და ევროკავშირის პოლიტიკური ურთიერთობების საკითხია. და ამ გადაწყვეტილებამ მხოლოდ ეს პროცედურულად გაამარტივა, მაგრამ იმედია არ დაჭირდებათ ევროპელებს ამ გადაწყვეტილების მიღება. ყველანაირად ევრობიუროკრატია, deep state-ის მართული პირები ცდილობენ, რომ თავს დაესხნენ საქართველოს, საქართველოს მოსახლეობის იმ უდიდეს ნაწილს, რომელიც ხარს გვიჭერს ჩვენ, ქართული ოცნების გულს და ჩვენთან ერთად იბრძვის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად და მათ შორის რომელიმე ფორუმზე არ მიწვევაც ან ანგარიშები, რომელიც ვიხილეთ მაგალითად გაფართოების ანგარიში, რომელიც აბსოლუტური ტყუილებით იყო გაჯერებული. აი ამ ფონზე, როდესაც ჩვენზე ამბობენ, რომ უკრაინა ან მოლდოვა წინ არის, მაშინ როდესაც ყვავის კორუფცია, მაშინ როდესაც თავისუფალი სიტყვა ჩახშულია, როდესაც ასეთ ტყუილებზე, ასეთ მარაზმზე სხვა ვერაფერს ვერ უწოდებთ, გვესაუბრებიან და ასეთ აბიჯებს გავენ, ეს მათზე უფრო მეტად ახდენს გავლენას და მათ რეალურ ქმედებებს წარმოაჩენს საქართველოში ქართველი ხალხის თვალში, ვიდრე რეალურად რამე გავლენა აქვს ჩვენს ქვეყანაში შიდა პოლიტიკაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 146 შეკვრად დაფასებული 35 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა ამოიღეს, რომლის საერთო ღირებულება ეგრეთ წოდებულ შავს ბაზარზე დაახლოებით 3 მილიონ ლარს შეადგენს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებული საცხოვრებელ სახლში მოწყობილი სპეციალური სამალავიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და ნარკოტიკული საშუალების დაფასვებისათვის საჭირო მასალები ამოიღეს, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოდან უცხო ქვეყნის 47 მოქალაქე გააძევეს. ქვეყნიდან გაძევებული არიან ეგვიპტის, ეთიოპიის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, კამერუნის, კენიის, კონგოს, კუბის, ნეპალის, ნიგერიის, რუსეთის, სუდანის, შრი-ლანკასა და ჩინეთის მოქალაქეები. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.